ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა მმართველ გუნდს ამორჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ნიკა ქაშიბაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები დასრულებული არ არის, თუმცა ამის მიუხედავად დღეს პრემიერ-მინისტრმა თანაგუნდელებთან ერთად დაწესებულება ოფიციალურად გახსნა. ქაშიბაძე ამბობს, რომ ეს მოსახლეობის მოსატყუებლად დაგეგმილი წინა საარჩევნო სპექტაკლია. სკოლა კი კვლავ ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. აჭარის განათლების სამინისტროში ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. და მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ ეჩვენებინათ მათი გაკეთებული საქმეები ბათუმში. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ 12 წლის მანძილზე მათ მხოლოდ მგრევა და ამ ქალაქის განადგურება აქვს გამოწვეული, მათი ერთადერთი ნათელი წერტილი იყო მე-16 სკოლის გახსნა. თუმცა ჩვენთვის არის ცნობილი, რომ სკოლა არ არის მზად მოსწავლეების მისაღებად, მოსწავლეები დღემდე განაგრძობენ ონლაინ რეჟიმში სწავლას და გახსნის შედეგად ჩვენი ინფორმაციით ისინი კვლავ ონლაინ რეჟიმში იქნებიან. რაც არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ქართული ოცნება რეალურად ცდილობს რაღაც სპექტაკლებით ხალხი მოატყუოს და შექმნას ილუზია იმისა, რომ ისინი რეალურად რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ჩვენ გვინდა მიმართოთ კონკრეტულად მე-16 სკოლის მოსწავლეთა მშობლებს. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ თქვენი შვილები ამ სკოლაში ვერ დადიან. თქვენ ხომ იცით, რომ ეს რეალურად არის ტყუილი და სპექტაკლი წინა საარჩევნო.